გამარჯობა, მოგესალმებით კორა სასწავლო ცენტრიდან. ამ ვიდეოში გვინდა გაჩვენოთ სხვადასხვა სახის ქსოვილზე და ტრიკოტაჟზე ქარვის ნიმუშები. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხელით და დაზგაზე ნახსოვ მოდელებზე ქარვის სირთულე და საბოლოო შედეგი. ხშირად გვეკითხებიან, შესაძლებელია კი ნახსოვზე მოიქარგოს საქარგავი მანქანით. დიახ, შესაძლებელია და საკმაოდ ეფექტური შედეგიც მიიღება. მაგალითისთვის შევარჩიეთ რამდენიმე განსხვავებული ნიმუში. ახლა ვქარგავთ დენიმის ქსოვილზე ნაცრისფერი ლურექსით. ქარგვის დროს მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ხარისხიანი საქარგავი ძაფები. ჩვენ ძირითადად ვიყენებთ გერმანული მადეირას რეინგოლდის ძაფებს. შემდეგი ნიმუშისთვის შევარჩიეთ შალის ქსოვილი. აქაც გამოვიყენეთ ოქროსფერი მეტალიზებული ძაფი. ხარისხიანი ძაფები დაგიცავთ მუშაობის პროცესში ძაფის ხშირი წყვეტისგან და არათანაბარი გვირისტებისგან. ასევე დიდ როლს ასრულებს სრულჩრდილების მაქსიმალური ეფექტის მიღწევაში. ახლა კი ვუბრუნდებით ჩვენ ზირიდად თემას და ეს გახლავთ ქარგვა ნახსოვებისთვის. დროის მოგების მიზნით მოვქცოვეთ ნიმუში ნახევრად შალის ძაფით. აქაც ვქარგავთ რეინგოლდის ძაფით. მაგრამ დამატებით მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ტრიკოტაჟისთვის აუცილებელია სწორად შეარჩიოთ ნემსი და სტაბილიზატორი. ხედავთ, რომ ქარგვა მიმდინარეობს უპრობლემოდ ყოველგვარი დაჭიმულობის, დეფორმაციის და ძაფის წყვეტის გარეშე. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ არ ვქარგავთ შეკვეთით და ეს ვიდეო მხოლოდ ასახავს კორას სამუშაო პროცესის ფრაგმენტებს. კორას ძირითადი მიმართულება არის სწავლება თეორიის და პრაქტიკის ფონზე. ეს ეხება ქსოვას დაზგაზე, ხელით ქსოვას და ჭრაკერვის ინტენსიურ სრულ კურსს. ვუბრუნდებით ჩვენს ნაქარგებს. დაზგაზე მოვქცოვეთ სატესტო ნიმუში, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ. შევარჩიეთ სატესტო ნიმუშისთვის თეთრი ბამბის ძაფი. ეს ძაფი შევარჩიეთ მიზანმიმართულად, რადგან ბამბის ძაფები ითვლება ყველაზე პრობლემატურად ქსოვის პროცესში. ძაფი არის არათანაბარი სისქის და განეკუთვნება ეგრეთ წოდებულ მშრალი ძაფების კატეგორიას. ვნახოთ, როგორ წარიმართება ქარგვის პროცესი და როგორი იქნება საბოლოო შედეგი. ვქარგავთ ულამაზეს ტროპიკულ პალმას. პროგრამა მიჩვენებს, რომ ქარგვის პროცესი დასასრულს უახლოვდება. დარჩა 1 წუთზე ნაკლები. და ქარგვაც ფაქტიურად დასრულდა. ხედავთ, რომ ნაქარგი იდეალურია, პროცესი მიმდინარეობდა შეფერხების გარეშე და დასრულებისთანავე გადავხედოთ ნიმუშებს და ვნახოთ, როგორია საბოლოო შედეგი. დაფიქსირდა დასრულება და მივიღეთ ესეთი სახის ულამაზესი პალმა და ყველა ის ნიმუში ერთად, რომელიც ნაწილობრივ წარმოგიდგენთ ამ ვიდეოებში. კიდევ შეგახსენებთ, რომ პირველი ნიმუში იყო ცისფერი დენიმი და მოიქარგა ვერცხლისფერი ლურექსით. შალის ძაფზე ოქროსფერი ლურექსით. ნახსოვზე ჩვეულებრივი მადეირას ძაფით და ესე ჩვენი პალმა. არანაირი დაჭიმულობა, არანაირი დეფექტი, უკანა მხარეც არის იდეალურად სუფთა და აკურატული. ასე რომ ამ ყველაფრის გამოყენება დამოკიდებულია თქვენ სურვილზე და ფანტაზიაზე. ჩვენ კი ვნახოთ, როგორ გამოიყურება ეს ნიმუში მანეკენზე. მოვურგეთ მანეკენს
და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვრცელი და მრავალფეროვანი ინფორმაცია ნახეთ კორას პერსონალურ საიტზე, რომლის მისამართია kora.com. კორა დროებით გემშვიდობებად, გმადლობთ მომავალ შეხვედრამდე.